ლიდერი ჩაგვერთვება პირველ რიგში ეთერში. მოგესალმებით ბატონო ნიკა და მთავარი კითხვა დღევანდელი დღის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებული თქვენც მინდა დაგისვათ იზიარებთ თუ არა ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ დღევანდელ მოთხოვნას რომ რუსთავიორის საქმის მოსამართლეები უნდა განერიგონ საერთოდ სასამართლო სისტემას. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, არათუ ვიზიარებ, არამედ კატეგორიული მოთხოვნაც არის, მე მგონი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა, რომელიც რეალურად აფასებს მოცემულ ვითარებას ქვეყანაში და ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემაში. ნიკა გვარამიას გამოჩნდა რამდენიმე მოსამართლე, რომელმაც აუცილებლად უნდა დატოვოს სასამართლო სისტემა. აი, მივოვიხილოთ ძალიან მოკლედ რა ვითარება, ვინ არის დღეს დომინანტი სასამართლო სისტემაში. ბატონი მურუსიძე, ადამიანი მოსამართლე, რომლის მიმართა წლების განმავლობაში არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში და არც თუ ისე უსაფუძვლოდ რბილად რომ თქვა, ხო? და ეს მოსამართლე ივანიშვილმა აიღო და დანიშნა მნიშვნელოვანი ორგანოს ხელმძღვანელად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დანიშნა, ეს ის უწყებაა და ის ორგანოა, რომელიც უნდა იყოს გარანტია ხმაღარიზი, რომელიც უნდა იყოს გარანტია დამოუკიდებელი სასამართლოში და თავად მურუსიძე უნდა იყოს გარანტი დამოუკიდებელი სასამართლოში. ბატონი მურუსიძე რეალურად უნდა იყოს ხელისშემწყობი მარსაჯულების მიუკერძოებელი მარსაჯულების დამოუკიდებელი და სამართლიანი მარსაჯულების ხელისშემწყობი უნდა იყოს და ეს ადამიანი რას აკეთებს? ამას აკეთებს? არა, აკეთებს მხოლოდ ერთს. ბიზინა ივანიშვილისკენ აქვს სწორებად. რატო დანიშნა ბიზინა ივანიშვილმა ასეთი დისკრედიტირებული მოსამართლე ასეთი მნიშვნელოვანი ორგანოს ხელმძღვანელად? რატო დანიშნა? იმიტომ დანიშნა, რომ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ყველაფერს მოაწეს ეს ადამიანი ხელს. ისეთი რაღაცეები აქვს გაკეთებული, ისეთ გადაწყვეტილებებზე აქვს ხელი მოწერილი, რომ უკან არ დაიხევს. ბატონი ჩინჩალაძე, მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, რომლის მიმართაც საერთოდ კითხვაზე ნიშანიც კი არ არსებობს. ეს ადამიანი არის პრაქტიკულად პროკურატურის წარმომადგენელი უზენაეს სასამართლოში და რიგითი მოსამართლე კი არ არის. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც სხვათა შორის უნდა ყოფილიყო იმ 9 მოსამართლეთაგან ერთ-ერთი ხელის მომწერი, მაგრამ ჭკუა იხმარა და შვებულებაში გავიდა ცოტა ხნით ადრე და ბატონი როინიშვილი შეიყვანა 12 მოსამართლედან 9 მოსამართლე მოაწერა მოგეხსენებათ ხო და ბატონი ჩინჩალაძეც და მურუსიძეც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაც იყვნენ. დიახ, რა თქმა უნდა, მე არაერთხელ მითხრას, დიახ, დისკრედიტირებული მოსამართლე ბატონი მურუსიძე წლების განმავლობაში საზოგადოებაში, ამიტომ თქვი უამრავი კითხვის ნიშანია ჩინჩალაძე პირველად არ ვამბობ ამას. და რატო ნიშნავს ივანიშვილი ასეთ მოსამართლეს, რატო დაანიშნა, იმიტომ რომ უკან დასახევი არ აქვს არც ჩინჩალაძეს, არც მურუსიძეს. ქაბატონი ნაზღაიძე, რომელმაძე მილიონი ლარი აიღო, ხო დედაქალაქის მერიიდან. მოსამართლის ყავს სასამართლო სისტემაში, რომელიც განგებ არ ცხადდება სასამართლო სტომათა დარბაზში პროცესი მნიშვნელოვანი რეზონანსული არ ჩაატაროს და მიდის და სამავტყუში წვება. ბატონი ტურავა. ყავს სასამართლო სისტემაში მოსამართლე, რომელიც განგებ ასევე არ ცხადდება სასამართლო დარბაზში და სტომათა დარბაზში, გადის და თავხედურად ძაღლს ასეინებს. დიახ, ყავს მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 9, რომელმაც შავზე თეთრი თქვა და ხვალ მზადარიან თეთრზე თქვა შავი, იმიტომ რომ უკან დასახევი არ აქვს. ბატონი ძლიერაშვილი ეხა ზურაბი არის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც 278,000 ლარი აქვს განაზღაურება წელიწადში. ეხა იმას რა თქმა უნდა, არა ყველაფერს მოაწეს ხელს, ყველაფერს. კი ბატონო, როგორი იქნება თქვენი აზრით? თუ შეიძლება დავასრულებ, ასევე ქალბატონი მანანა კობახიძე დღეს საქართველოში სასამართლო სისტემაში არის მანტია მოსხული, მოსამართლე მანტია მოსხულის. მოსამართლეა ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები თამამად არაერთხელ საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილი არის თანამედროვეობის ილია ჭავჭავაძე. და აი ამ ყველაფრის ფონზე ამ მოსამართლეებმა უნდა დაიტოვონ უფლება და იყვნენ სასამართლო სისტემაში და ამის შემდეგ ეხა დაიწყებს ქალბატონი წულუკიანი, ივანიშვილი, კვირიკაშვილი საუბრად მესამე ტალღაზე რეფორმების და მეოთხე სწორედ ამის შესახებ მინდა გკითხოთ, როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია სასამართლო სისტემასთან და მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი თავის წერილში ევროპარლამენტარების მიმართ წერს, რომ არასწორია უსაფუძვლოა ზეწოლაში. არასწორია, ამ ქვეყანას ზოგ სახელმწიფოებში არსებობს კარგი ხელისუფლება, ზოგ სახელმწიფოში არსებობს ცუდი ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისად არ აყავს პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანი არის ივანიშვილის პირადი ბანკირი, კვირიკაშვილი. კვირიკაშვილმა ნომინალურადაც აღარ ქვია ამას პრემიერ-მინისტრი. მიწერა წარმოუდგენელი წერილი, თითქოს დემოკრატია ყვავის სახელმწიფოში, რის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით მათ, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსთავიორზე მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, საერთაშორისო საზოგადოება ალაპარაკდებოდა და
მართლი რეალურად ნაკადემი იქეს საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსაგან რუსთავი 2 არა მხოლოდ ხარდასაცავი, არამედ რეალურად ევროპული ღირებულებების ხარდასაცავი. ამიტომ მე მგონი არ უნდა გაუკვირდეს ივანიშვილს, ნუ საუბრობთ, ჩემი თხოვნა, ამ ქალაქს არ ყავს არც დედაქალაქის მერი, ამ ქვეყანას არ ყავს არც ჯანდაცვის მინისტრი, არც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერი არის ივანიშვილი. დღეს კასმომდგარი წელს მაგალითად არჩევნები, როდესაც იქნება ადგილობრივი არჩევნები, მნიშვნელოვანია თბილისმა, ზუგდიდმა, ქუთაისმა, თელავმა აირჩიოს მერი, გამგებელი ყავდეს საბურთალოს მაგალითად ეფექტური, მაგრამ სანამ ივანიშვილი არსებობს ამ ქვეყანაში, სანამ ივანიშვილი არის მართვის სადავეებთან, სანამ ივანიშვილი ყველაფერს ნიშნავს და შეურაცხყოფასაც აყენებს თავისი არაფორმალური კაბინეტის წევრებს, მაგალითად ბატონი ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი აფრინა და რა უნდოდა საერთოდ სტრასბურგის სასამართლოში თავმჯდომარეს ესაუბრებოდა 15 წუთის განმავლობაში. შეუძლებელია ბატონ ჯანელიძეს არ ცოდნოდა, რომ სისულელეს აკეთებიებდა ივანიშვილი, მაგრამ პოლიტიკური წონა მას არ აქვს, ვინ იცნობდა ბატონ ჯანელიძეს მანამდე სამ პოლიტიკაში მოვიდოდა და ვერ შეწინააღმდეგა. როგორც ჩანს, ქალბატონი წულუკიანი შეეწინააღმდეგა, იმიტომ ვინ თუ არა მაშინ წულუკიანი უნდა ჩასულიყო სტრასბურგში, ასე თქვა, მისი საქმე იყო ეს, თუ მაინდა-მაინც საქმეს დავარქვეთ და საწყალი ბატონი ჯანელიძე წავიდა და შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო ჯანელიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ მთელ ქვეყანას, ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მოთხოვნა არის ძალაში, ეს მოთხოვნა მთელი კამპანიის განმავლობაში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. შეუძლებელია, არ იქნება ამ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა, არ იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ძალაში, სანამ არის ოლიგარქიულ წესწყობილება, სანამ 1 მილიარდერი ადამიანი გვარად ივანიშვილი ყველას და ყველაფერს მართავს. ეს ხომ დადასტურდა. ეს მოსამართლეების ბუნებრივია, ვერ იქნებია ძალიან დიდი მადლობა. ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა გადავინაცვლოთ ოთარ კახიძესთან, ევროპული საქართველოს წარმომადგენელთან. მოგესალმებით.